My name is Marina. What's your name? Great. What is your surname? My name is Etheri. Etheri. How are you? I'm just fine. Etheri, how are you? I'm great. I'm great. You should be great. Siberi არაფერი არ არის რა, აბსოლუტურად. ჯამრთელი როცა ხარ სიბერეს ვერც კი გრძნობთ. სულიერად მინდა რომ დავწყნარდე ხოლმე, დაუმშვიდე და რომ მოვდივარ ზუსტად აქ ვგრძნო. თავს ისეთი მშვიდად, ლაღად, თავისუფლად. ხალხს ხელმეორედ ესე იგი დაუბრუნდი. ერთი პირი ჩაკეტილი ვიყავი სახში. დავძლიე ეს ყველაფერი და გამოვედი რა ერთი სიტყვით. გაბედვა გინდა რომ გამოხვიდე. ძალიან კაი გართობა არის, მუსიკა არის. ყველაფერი რავი, რაც კი კარგი არის, აქ ხდება. დილით ავდგები თუ არა ხაჩქარავიცვებ ტანსაცმელს რომ მალე წავიდა მხარდამ სახში რომ ნახო ეს ჩემი ლამაზი გოგოები როცა არ შემიძლია არა ვარ კარგად აქ ყოფნა ისე გამომაჯავთალე ჩემი ქალიშვილი დამცინის იქ რომ მიდიხარ კარგად ხარ და აქ რომ მოდიხარ სუსტად 78 წლის რომ ეკითხებიან უკვით რომ არ გეხარ 78 წლის ასაქსო ისე სწრაფად გაირბინა ამ ახალგაზრდობის წლებმა სიბერე თურმე ცოტა ძნელი ყოფილა, დაავადებები ცოტა შემომეპარა, მაგრამ ამ ხარდაჭერთა სახში ისეთი კარგი ხელმძღვანელობა ყავს. ხალბატონი ეკა, სალომე, ლია. ამას გავხდებით, კითხულობენ ხშირად. აბა იამზე, როგორ ახარ, ნუ გეშინია, ექიმს ხალხე მოგიყვანენ. მოკლედ, ბედნიერები ვართ. აქაური მხარდამჭერები რომ ასეთ სახში მოგვიწია ყოფნა. რაღაც მე რო ვიტყვი რომ ავად ვარ და მე ამხანაგი მეც ვარ, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი გაგივლის. აი ეს სიტყვები ისე გვამხნევებს. ქალბატონი ლიანა როგორ ავაცამარა. მოდის მაინც იცის რომ ჩვენთან საუბარი ცოტა გამოაჯამთელებს. ქალბატონი თამროს კიდე სოფლიდან დადის. განააკერცხოროს, მაგრამ მაინც მოდიან. რასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი თუ მოძრაობ, სიცოცხლესაც იხანგრძლივებ, ჯანმრთელობასაც ინარჩუნებ და ყველაფრისათვის ახლა განწყობილი დადებითი განწყობას ქრის ადამიანში და რო ვაგვიანებ მეჩხობებიან ხოლმე რა რატო დავის დროზე არ მოდიხარ რაღაც. თავარი ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა ყურადღება მცირედი თუნდაც. ერთი მოკითხვაც ადამიანს ხალის აძლევს, ცხოვრების ხალის აძლევს. მე რომ მოვდი, რომ აქ რო არ მოვდივარ, ზოგჯერ ხოლმე ისეთი დღეებია, რომ ვერ მოვდივარ. თითქოს დანაშაულს ჩადივარო, ვაიმე არ მივედი ჩემ ამხანაგებთან, ვაიმე როგორ იყვნენ უჩემოთ რა მოხდა და მე საერთოდ ლექსებს წერ და ყველა ამხანაგზე დადებითი ლექსი მაქვს დაწერილი. გულაჩქარებული ვარ ცოტა. დრომ სიჭაბუკე წაგვართვა, ახლა ხანდაზმული ქვია. გული არ ელება, ართმობს, ამბობს არ არისო გვიან. კვლავ შორი გზები გვაქვს სავალი და თითქოს უსასრულოდ მივანთ. ფიქრი მოგონებებს აცილებს, ფიქრობთ ჯერ არ არის გვიან. სიცოცხლე ისევ გრძელდება, სიბნელეს დაძლევს სინათლე, თენდება. ბრავო! ჩვენთვის ეს ცენტრი ნიშნავს ჩვენი ეს როგორ არის სანატორია რა, სანატორია. მართლა სანატორია. მოვდივარ თაკა ვერტო. დავისვენეთ და კომპეტი ვერ დამთავრდა ჯერა. ეხ არის ჩვენი სანატორია. ეგ არ არის ქალბატონი და ქალბატონის სანატორია. აქ მოვდივარ ჩვენი რაღაცა, იქ რაღაცა გაფრაზებული რო იღავ ჩვენ აქ რომ მოვდივარ. შო ყველაფერი კარგია. ბიოლოგი ვარ, მე ხიმ ბიოლოგი. ერთი 20 წელი მუშაობდა სკოლა. მე სკოლა აღარ არის.
ხალხი ჩვენ აზერბაიჯანები ფუტკარი ხალხი ეხლა ფუტკარის მასწავლებელი ვარ. ეხლა ფუტკარის მასწავლებელია. ხო, ეს ჩვენი მეორე სახლია. მეორე სახლია. ეს სახლი პირველი სახლიდან გავდივართ, მეორე სახლში მოვდივართ. აქ დაიწყება ჩვენ აქ გეპობ, აქ ხავა დავლიოთ, ნარდი თამაშობ, დომინო თამაშობ რა. გოჭმუნა, კარი გამიღეთ, ძალიან მშია. შორი გზიდან მოვედი, სულ შეუბერავ შენ სახლს და სულ ნაცარტუტად ვაქცევ. არ მეგონა თუ მგლის როს ვითამაშებდი ამ შენ საბავშვო სპექტაკლში. მით უმეტეს ცოტა ძნელი კი იყო, დაგვენებით მოვედი და მოთხარ გებარ მგლის შესაძლებლობას მგლის როლი რომ დამახვეწო. ყველამ კარგი როლები აიციესა, დარჩა მგლის როლი. მაგრამ ისე მოეწონა ხალხსაც გამოქვეყნებული რომ მქონდათ გერმანიიდან გამოაგზავნეს ის ვინც ეს სპექტაკლი დადგა რომ ყველაზე კარგი მგლის როლი იყო და მე კიდე მეგონა რომ მგლის როლი ყველაზე ცუდი იქნებოდა. მოგეც ბავშვებს აქ იშვიათად რომ ნახულობდნენ სპექტაკლებს და ეს ჩვენი გასვლით და ისეთი სიყვარული ქონდათ შემოგვეხვიეს აბა კოცნა აბა მოფერება აღფრთოვანებული დარჩენ ბავშვები. მარჯანიშვილის თეატრზე უკეთესები ვიყავით, თორე ნაკლები არა. ზოგს უკვის რომ ეს მხარდამჭერთა სახლი რა არისო, მოხუც რა უნდა იქო, მაგრამ რომ მოვიდნენ და ნახონ ამაზე კარგი ადგილი ვერსად ვერ იპოვი ადამიანი. განათლებასაც ღებულობთ, აბა წიგნები, აბა თოჯინები, აბა თანდური, აბა გარმონი, არაფერი არ გვაკლია, მოკლედ სიამოვნებას ღებულობთ. ხერებულო მედიკამენტებს ყოფილა რეგულარულად რამდენს ღებულობა ხდება, გაკონტროლება საჭიროა. სამი დანიშნული. ჩვეულებრივ ყოველდღიური ის არის რუტინა ჩვენი. პასინჯის დროს მე ამას ვაკონტროლებთ, მე იმ დანიშნულებას აქვს თუ არა შედეგი ამ დანიშნულებას და ძალიან ხშირად კარგი შედეგები გვაქვს. ქალბატონ ეთერი ალბათ დაემოწმება ამას, იმიტომ რომ მას პრობლემები საკმაოდ ჰქონდა. და მე კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიით, ჩემი დამოკიდებულებით ჩემ ბენეფიციარებთან და ვიცი რომ ჩემი მისვლა ოჯახებში მიწევს ძალიან ხშირად მისვლა და ეს იწევს მაგაც სიხარულს და იმედს და მას რო უგრძნობ მეც მინდა რომ სულ მათ გვერდით ვიყო. მხარდაჭერის სახლი დაფუძნდა ავსტრიელების მიერ ორგანიზაცია ჰილსვერკის თაოსნობით, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოში ქალთა ასოციაცია თანხმობამ. დღეს დაფუძნებულია მხარდაჭერის სახლის სახელით, თანადაფინანსებაში შემოვიდა მუნიციპალიტეტი ჩვენთან. ჩვენს ყველა ღონისძიებას თვალყურს ადევნებენ, ხშირად ვსტუმრობენ და ყველა სახის მუნიციპალურ ღონისძიებაში აქტიურად ჩართულნი ვართ ჩვენ თვითონ. მინდა გითხრათ, რომ ხანდაზმულთა ცენტრის გახსნა ჩვენთან დღის ცენტრის და თუნდაც შინმოვლის სერვისების გახდა მიზეზი იმის, რომ ახალგაზრდებთან ერთად ხანდაზმულებს თავი ეგრძნოთ ძალიან ბედნიერად. ჩვენ ამით სიცოცხლე გავუხალისეთ. მივეცით სტიმული იმისა, რომ მათ ბედნიერი მომავალი ჰქონოდათ და იცით რამდენჯერ გამიგონია ასეთი ნათქვამი, რომ ბედნიერი ვართ იმით, რომ ჩვენ კიდევ ვახსოვართ თურმე. მომეთ ლოტოს თამაშს მოწონთ ვერთობით გოგოებს მოწონთ თამულები არიან ინტერესი აქვს. რადგან ასე ძალიან ვცდილობთ, რომ ძალიან ბევრ პროგრამებში ჩავერთოთ, ჩვენი თავი გამოვიცნოთ სხვადასხვა მიმართულებით და ცნობილმა ორგანიზაციამ სენმა შემოიტანა გამოაცხადა კონკურსი. სენს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია განხორციელებული დმანისის მუნიციპალიტეტში და ერთ-ერთი მორიგი პროექტი გახდათ ეს, რომ თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი. ეს გამოდგა ძალიან ხმამაღლა ნათქვამი და მისაღები როგორც ჩანს ყველასთვის, რომელიც მაშინვე იქნა მოწონებული და შიგნით შინაარსი ეს ითვალისწინებდა თანამედროვე ტექნოლოგიებიდან გამომდინარე მიგვეწოდებინა სერვისები ტექნიკური საშუალების ათვისების შესასწავლად, როგორც ახალგაზრდებისათვის, ასევე ჩვენივე ხანდაზმულებისთვისაც. დმანისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები აქტიურად არიან ჩართული ჩვენთან.
გვაქვს მე ვერ ვიტყვი ჯერ რომ ძალიან დიდი შემოწირულობები, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც საკმარისია. ჩემი ყოფილი მოსწავლეები არიან დაინტერესებული და ჩართული, ასევე თვით დღის ცენტრიდანაც თვითონაც ზრუნავენ რომ მოიძიონ სახსრები რესურსები, რომელიც მათსავე კეთილდღეობაზე იზრუნებს და უკეთესი მომავალი ექნება.